დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის წევრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე თვლის, რომ ასეთი შედეგი საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია. შესაბამისად, გამოსავალი უნდა იყოს კარგად გაანალიზება სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის თუ არა. არის თუ არა სწორი პოლიტიკა მსუბუქი დანაშაულთან მიმართ, არის თუ არა სწორი პოლიტიკა არასრულწლოვანი მართლმსაჯულების თვალსაზრისით და ხომ არ მოხდა კანონმდებლობაში ნეგატიური ცვლილებები ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც შეიზღუდა მოსამართლეების დისკრეცია პირობითი სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც შეიზღუდა მოსამართლეების დისკრეცია თუნდაც არასრულწლოვანთან მიმართებაში. ამიტომ მარტოოდენ დანაშაულის რიცხვში და მარტოოდენ დანაშაულებასთან ბრძოლის გამო პატიმართან მსგავსი მატება წარმოუდგენელია რომ იყოს. გარდა სივიწროვის პრობლემისა, ციხის სამკურნალო დაწესებულებას, როგორც აღმოჩნდა, სამართლებრივი ფორმა არ გააჩნია. რადგან არ გააჩნია იურიდიული სტატუსი, მასაც სამედიცინო ლიცენზია აქვს. რის გამოც იქ განხორციელებული სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება. რაც შეეხება აი ამ კონკრეტულ დაწესებულებას, ჯავრდებულთა და პატიმართა მას არ გააჩნია ეს ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმა, შესაბამისად ის თუ როგორ ხორციელდება მასში ეს საექიმო საქმიანობა და სამედიცინო საქმიანობა, როგორ ხდება მომარაგება ვთქვათ აი ამ მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებს, როგორ ხდება მომსახურე პერსონალისთვის ხელფასის გაცემა, რა ურთიერთობა აქვთ მათ საგადასახადო სტრუქტურებთან, ფინანსურ სტრუქტურებთან, აი ეს არის ფაქტიურად გამოსული აი ამ საკანონმდებლო ჩარჩოებიდან. როგორც გაირკვა ჯანდაცვის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს, საჯელახსრულების სამკურნალო დაწესებულება შესამოწმებლად არ უშვებს. იქ რა ხდება, ამას არ აკონტროლებს, არ სწავლობს, მათ არ უშვებენ და როგორც თვითონ ამბობენ და თვითონაც დიდად თავს არ იკლავენ იმის მოთხოვნით რომ შევიდნენ. მეტიც ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ წარმომადგენლem საერთოდ თქვა, რომ არაეთიკურია, როცა ერთი სახელმწიფო დაწესებულება აკონტროლებს და სწავლობს მეორე დაწესებულებას, ეს პრაქტიკულად ნიშნავს საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე უარის თქმას. სახალხო დამცველის არაერთ მიმართვას და მოთხოვნას საჯელახსრულების სამკურნალო დაწესებულების შემოწმებისა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ასე პასუხობს. ბატონო სოზარ, რაც შეეხება საჯელახსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე სალიცენზიო პირობების შემოწმების საკითხს, ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება, რადგან იუსტიციის სამინისტროს საჯელახსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები არ ექვემდებარებიან ლიცენზირებას. იმ დროს, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას ვერ აკონტროლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით საპატიმროებში სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია შეიქმნა. ამ კომისიის მიზანი დაავადებული პატიმრის აქტირების, ანუ სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა. ლევან ლაბაურის შეფასებით, ეს კომისიაც არაეფექტურად მუშაობს. რისთვის არის ეს კომისიები შეიქმნილი? ან კი ბატონო შექმნეს, მაგრამ რა პროდუქტი დადო ამ კომისიამ, აი ამდენ თვიანი და წლიანი მუშაობის შემდგომ იქ ისევ იღუპებიან პაციენტები, რომელთა გადარჩენა შეიძლება და ისევ ავადდებიან მძიმე დაავადებებით, რომელთა პრევენციაც შეიძლება. ერთობლივ კომისიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი ხელმძღვანელობს. ჩვენს თხოვნაზე, რომ სიკვდილიანობის მიზეზებზე ინტერვიუ მიგვეღო, მინისტრის მოადგილემ წერილობით ასე გვიპასუხა. თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ინფორმაცია საჯელახსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილი პატიმრების რიცხვისა და სიკვდილიანობის მიზეზების შესახებ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯელახსრულების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. გიორგობიანის მიერ მითითებულ ოფიციალურ ვებგვერდზე ასეთი ფაქტები მართლაც ხშირად ქვეყნდება. ამავე საიტის მონაცემებით ყოველ მესამე დღეს ერთი პატიმარი კვდება. 2006 წლის 23 ივლისს ციხეში კიდევ ერთი 27 წლის პატიმარი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევაა იყო კვალიფიცირებული, როდესაც პატიმარ დენმა დაარტყა საკანში. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ უსაფრთხოების ზომები არ იქნა, ესე იგი ისე იმგვარად მოწყობილი, რომ რაზე უნდა დაერტყა საკანში პატიმრისთვის დენ. სახალხო დამცველის ექსპერტებს დღემდე ეჭვი აქვთ, რომ აღნიშნული პატიმარი დენის დარტყმიდან 3 საათის შემდეგ ცოცხლად გაკვეთეს. ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც აი ყოველ შემთხვევაში აი ჩანაწერში, რომელიც ექსპერტიზას ხმაშია მითითებულია, რომ გვამი თბილია, გვამულაქები მას გამოხატული არ აქვს, გაშეშება გამოხატული არ არის, დენის დარტყმით არის, ასე ვთქვათ, გარდაცვლილი ეს პაციენტი და ფაქტობრივად კვეთავენ აი ესეთ ეგრეთ წოდებულ გარდაცვლილს.
მე ხა არ მინდა დავიჯერო ეს, მაგრამ დოკუმენტალურად, რომელსაც ექსპერტი წერს და ხელს აწერს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არ იყო გარდაცვლილი, ხო? ან სიკვდილის არც ერთი უტყუარი ნიშანი, რომელიც მიღებულია და აღიარებულია, არ არის წერილობით დადასტურებული. ოფიციალური მონაცემებით 2007 წელს საჯელახსრულების დაწესებულებაში 100 პატიმარი გარდაიცვალა. 2006 წელს კი 92. სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად 2006 წლის ზაფხულში გარდაცვლილი 29 მსჯავრდებულის საქმე შეისწავლა, რომელთა გარდაცვალების მიზეზად გულსით გასვლა მწვავე უკმარისობა დასახელდა. ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასმულმა დიაგნოზებმა სრულიად სხვა რეალობა დახატა. შესწავლილი 2 თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება. 29 პატიმრიდან 6 ნაძალადევის სიკვდილით, 1 ელექტროტრამვით, 1 მოწამვლით, 6 ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით, 5 გულის სხვადასხვა დაავადებით, 3 კიბოთი, 1 ციროზით, 2 სამედიცინო ჩარევის გართულებით, 6 კი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. როდესაც 2006 წლის ზაფხულში 10 დღის განმავლობაში ხდება 10 პატიმარი, ყველაზე მეტად როცა ცხელდა საქართველოს იმპერიოდში და აღმოჩნდება, რომ ამ 10-დან 6 გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. რომ ფილტვების ანთება არ არის დაავადება, რომელიც 21 საუკუნეში არ რჩება. და როცა ყოველ დღეში ერთი პატიმარი ხდება ფილტვების ანთებით, ეს არის კლასიკური გამოვლინება უყურადღებობის, გულგრილობის და ეს არის შემთხვევა, რომლის გამოც პასუხისმგებლად უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ევალებათ ამ სფეროზე ზედამხედველობა. ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ქალთა კოლონიის პატიმრის ნანული ალავერდაშვილის ინტერესებს მას შემდეგ იცავდა, რაც განსაზღვრელი განუკურნებელი სცენით დაავადდა. 50 წლის ქალბატონი, რომელსაც სასამართლომ 5 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დაპატიმრებიდან 3 წლის შემდეგ ფილტვის კიბოთი დაავადდა. საერთაშორისო ცენტრ ემპათიას საჯელახსრულების დაწესებულების ქალთა კოლონიის ადმინისტრაციამ თავად მიმართა და ალავერდაშვილის მკურნალობაში დახმარება ითხოვა. ჩვენს მიერ მოხდა ნანული ალავერდაშვილის შემოწმება, რომელსაც აღმოაჩნდა მეოთხე სტადია სიმსივნე, ფილტვების სიმსივნე გართულებული ფორმით და ღვიძლში იყო გასული მეტასტაზები. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ესე ონკოლოგიურ საავადმყოფოში და შემდეგ ონკოლოგიურ საავადმყოფოში მიიჩნიეს, რომ იგი მკურნალობას არ ექვემდებარებოდა და გადაყვანილი იქნა იქ ონკოცენტრი არის, სადაც პაციენტები გარდაცვალებამდე იმყოფებიან და უტარდებათ ყოველდღიური მკურნალობა. განუკურნებელი სცენით დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პატიმარ ალავერდაშვილის სასჯელის გადავადება ან პატიმრობიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატმა სასამართლოს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მიერ შექმნილი ერთობლივი კომისიის დასკვნაც წარუდგინა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რეზო ნადოიმ ამ კომისიის დასკვნა არ მიიღო. ჩვენ ავიღეთ აღნიშნული დასკვნა და მიმართეთ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც მოსამართლე ნადოიმ ჩაიდინა საკანონმდებლო გადატრიალება. არ ვიცი, ახლა ადამიანი როგორ შეიძლება თავის თავს დაუძახოს მოსამართლე და გადაწყვეტილებაში აი ასეთ პატიმარს ჩაუწეროს, რომ ვინაიდან ექსპერტიზა არ ჩატარებულაო და ეს ადამიანები არიან არ არიან გაფრთხილებული თურჩვენებაზეო, ექსპერტები არ არიან გაფრთხილებული თურჩვენებაზეო, მან უარი გითხრა ამ განცხადების დაკმაყოფილებას. კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით ზაზა ხატიაშვილმა სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლო პროცესი სამჯერ გადაიდო. საბოლოოდ ნანული ალავერდაშვილი 2007 წლის აგვისტოს მოსამართლეთა შვებულებების პერიოდში გარდაიცვალა. ევროკონვენციის თანახმად ეს არის წამება არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა, რომელიც ჩაიდინა ჩვენმა სასამართლომ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნანული ალავერდაშვილის ელოდა სიკვდილი იმ კლინიკაში, რა კლინიკაში იქ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა, ესენი გაუშვებდნენ, არ გაუშვებდნენ. ის ქალი ელოდებოდა, რომ გაანთავისუფლებდნენ, ხო? მისთვის იყო რაღაც დიდი შვება და შეღავადა, ეგონა რომ გავიდოდა და იმკურნალებდა. მეხუთე იზოლატორში გარდაიცვალა წინასწარ პატიმრობაში მყოფი 27 წლის თეიმურაზ ფხალაძეც. ამ ფაქტთან დაკავშირებით საჯელახსრულების დეპარტამენტი